Გამოშვებას დღის სხვა ახალი ამბებით განვაგრძობთ. საარჩევნო უბნების 18 წევრს ბათუმის 79 ოლქმა ხელფასები ჩამოაჭრა. დისციპლინარულ სასჯელზე გადაწყვეტილება ოლქის ადმინისტრაციამ გუშინ მიიღო. ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების საჩივრების სხვა საჩივრებისგან განცალკევებით მნიშვნელოვანი დარღვევების გამო განიხილეს. ნაციონალური მოძრაობა კომისიის წევრებს კანონდარღვევაში ადანაშაულებდა. კომისიის 6 წევრმა შემაჯამებელ ოლქს მანამდე მოაწერა ხელი, ვიდრე ოლქში საბოლოო ციფრები ჩაიწერებოდა. მეორე საჩივარი კი ქართულმა ოცნებამ დაწერა, რის მიხედვითაც ერთ-ერთი უბნის კომისიის წევრებმა გიორგი ერმაკოვის ხმები გიორგი დიასამიძეს მიაწერეს და პირიქით. ამ შემთხვევაში ოლქმა ადმინისტრაციული ჯარიმა გამოიყენა და უბნის წევრებს ხელფასები ჩამოაჭრა. 79 ოლქში პოლიტიკური სუბიექტებიდან გადაწყვეტილების გასაჩივრებას ელოდებიან, თუ ჯარიმები არ გასაჩივრდა, ოლქში მუშაობას 22 ივლისში აჯამებენ. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ გასაჩივრების თაობაზე ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ აქვთ მიღებული. გადავითვალეთ და მართლაც აღმოჩნდა, რომ 319 ხმა არის ერმაკოვის, ხოლო 90 ხმა არის დიასამიძის. შესაბამისად მივიღეთ გადათვლის ოქმით, სადაც დაფიქსირდა უკვე საოლქო კომისიის მიერ ახალი შედეგები. ყველაზე სერიოზული გამოდადი საჩივრებიდან იყო 92 უბანი, სადაც ჩვენ მოგვიწია 6 კომისიის წევრისათვის ასევე ხელფასის დაკვითვების სასჯელის მიღება. გამომდინარე იქედან, რომ საჩივრის თანახმად მათ ამ 6 კომისიის წევრს ჰქონდა ოლქზე ხელი მოწერილი წინასწარ, სანამ დივანი შეიტანდა მონაცემებს ოლქში, 6 კომისიის წევრმა წინასწარ მოაწერა ხელი. მათ განმარტეს, რომ ხმები დათვლილი იყო და იყო, ასე ვთქვათ, რამდენიმე წუთის საქმე, რომ შეიტანდა დივანი მონაცემებს. თუმცა ეს ითვლება ძალიან უხეშდარღვევად, აუცილებლად კომისიის წევრებმა დაელოდოს შედეგს და მონაცემს და მხოლოდ მას შემდეგ მოაწეროს ხელი. სანქცია 3 დღის ხელფასით დაუკვირდეთ იმ 6 კომისიის წევრს დივანთან ერთად, რომლებმაც წინასწარ მოაწერეს ხელი.